გამარჯობა, დაგიბრუნდით YouTube არხზე გზა შენია და დღეს იქნება ჩვენი სუპერ ტესტის მომდევნო ეპიზოდი. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას დადებითი გამოხმაურებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი არხისთვის, ასევე პირადად ჩემთვის თქვენი აზრი. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ყოველთვის ობიექტური და საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენ სტუმარს. დღეს გვეყოლება BMW-ს ერთ-ერთი საკულტო მოდელი BMW M3 F80 Competition-ი. ქალაქის ქუჩებში ამ მანქანას დღესდღეობით ხშირად შეხვდებით და ჩემი აზრით ეს ავტომობილი დღეს უფრო დაფასებულია ვიდრე თავის დროზე, როცა იწარმოებოდა და ამას მე ცოტა მოგვიანებით გეტყვით, რატო ვფიქრობ ასე. მოდი ახლა უცებ გადავიდეთ ამ მანქანის ტექნიკურ მონაცემებზე და შემდეგ შიგნიდან გავაგრძელოთ საუბარი სხვა რაღაცეებზე. ძრავი 3-დან 2 ორმაგი ტურბო დაბერვით 450 ცხენის ზალა, 550 ნიუტონ-მეტრი. ძრავის კოდი არის S55, ეს იმიტომ აღნიშნე, რომ როდესაც BMW-ს ძრავის კოდი იწყება S100, ეს ნიშნავს, რომ ძრავი არის უკვე სპორტული წარმომავლობის. გადაცემათა კოლოფი 7 საფეხურიანი ორმაგი გადაბმულობით, ეგრეთ წოდებული ორცეპლენიანი, რომელიც არის ძალიან სწრაფი, ძალიან გამძლე და ემოციური გადაცემათა კოლოფი. სამწუხაროდ თანამედროვე დროში აღარ იწარმოება, იმიტომ რომ აქვს რაღაცა პატარა მინუსები, რომლის გამოც BMW-მ გადაწყვიტა, რომ გადასულიყო სრულიად ავტომატურ გადაცემათა კოლოფზე. და ამ მინუსებზეც მე გეტყვით, თუ შეიძლება საერთოდ ეს მინუსება ჩაითვალოს. ხიდს რაც შეეხება ბლოკირებული ხიდი ელექტრომართვით, სამუხრუჭე სისტემა წინ 4-გუშიანი 380 მმ-იანი სამუხრუჭე დისკით, უკან 2-გუშიანი 370 მმ სამუხრუჭე დისკით და ზოგადად უცებ ვიტყვი სამუხრუჭე სისტემაზე BMW-მ F სერიის M-დან დახვეწა სამუხრუჭე სისტემა, წინა მოდელებს არ ქონდა რაღაცა თითით საჩვენებელი მუხრუჭები და ამ მუხრუჭებს უკვე შეგვიძლია თამამად ვენდოთ თუ შესაბამისი სამუხრუჭე ხუნდები გვიყენია. დისკებს რაც შეეხება Competition ვერსიას მოყვება 20-იან ზომაში, საკმაოდ კარგი ვიზუალის დისკები, მაგრამ როგორც ხედავთ ამ მანქანას შეცვლილი აქვს დისკები და აყენია უფრო მსუბუქი დისკები, რომელიც არის წინ 19-იანი და უკან 20-იან ზომაში და ვიზუალურად შეატყობთ, რომ არის უფრო დაბალი ქარხნულ ამორტიზატორებზე უყენია დაბალი ზამბარები, რაც ჩემი აზრით უფრო ესთეტიური მხარეა ვიდრე სპორტულობა ავტომობილის და აქვე გეტყვით, რომ ამასაც როგორც მაგალითად Supra-ზე ვთქვით, ამორტიზატორები აქვს ელექტრომართვით, აქვს დარბილების და გახისტების ფუნქცია. და წამოდით ახლა შიგნით ჩავჯდეთ და დანარჩენი შიგნით ვისაუბროთ. ამ მანქანას კიდევ აქვს რაღაც ფუნქციები, რაც მინდა რომ გითხრათ. აი მეგობრებო, ახლა წერან არ მithქვამს და იგივე ტესტი გვექნება ყოველთვის ამ გადაცემაში. ერთი და იგივე ტესტები გვექნება, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, სულ პირველ გადაცემაში Supra-ს გატესვის დროს ეს დროები უნდა შევადაროთ ხოლმე ერთმანეთს. ანუ დღესაც გვექნება აჩქარებები 0-დან 100-მდე, 100-დან 200-მდე, 402 მეტრი, ტრეკის დრო და სლალომი. მოკლედ, წერან გეუნეოდით, რომ ჩემი აზრით ეს მოდელი უფრო დაფასებულია დღესდღეობით, ვიდრე თავის დროზე, როცა იწარმოებოდა თქო. ამას იმიტომ ვფიქრობ, რომ ნახეთ, თანამედროვე დროში ავტომწარმოებლებს უსაფრთხოების კონტროლის გამო ისე გაამკაცრეს ეს უსაფრთხოების ნორმები, რომ სულ უფრო და უფრო უწევთ ავტომობილების ზომაში გადიდება, რაც რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება წონაზე. და რაც უფრო მძიმეა მანქანა, ნაკლებად ემოციურია. კი, მესმის, რომ ახალი მოდელი, მაგალითად ამის შემდეგი მოდელი M3 სპორტულობაში, ანუ სპორტულ შედეგის მხრივ, უფრო სწორად იქნება ასე ნათქვამი, შედეგის მხრივ თითქმის ყველაფერში ჯობნის ამ მანქანას. აჩქარებაშიც, დამუხრუჭებაშიც, ტრეკის დროშიც, ну, რავი, ყველა ასპექტში უფრო სწრაფია, მაგრამ ნახეთ, შეგრძნებით ეს მანქანა რო დაგყავს, შენ უფრო გრძნობ ამ მანქანის მოქმედებებს, ასე ვთქვათ, უფრო აღიქვავ კარგად, უფრო დომინანტი გონია შენი თავი ამ მანქანაში ვიდრე ახალ მოდელში, იმიტომ რომ გინდა არ გინდა ფიზიკა არის და წონა თავისას შვება, შეიძლება
კი ახალი მოდელით ერთი წრე უფრო სწრაფად გავაკეთოთ, უფრო მაგარ დროში გავაკეთოთ, მაგრამ ბევრ წრეზე გადამულად მაინც წონა თავის აშვება და იღლება მანქანა, ცვდება საბურავები, ცვდება სამუხრუჭე სისტემა აგრესიულად, დაკიდების სისტემაში რბილდება ეს რეზინები და აი ეს არის რა, მოკლედ შეგრძნებების გამო დაფასდა ეს მანქანა, იმიტომ რომ ბევრად მსუბუქი წონის არის, ვიდრე ახალი მოდელი. ინტროში ვახსენეთ, რომ ეს არის M3 Competition-ი. არის ასევე M3 ჩვეულებრივი ვერსია და უცებ გეტყვით რა სხვაობებია Competition-სა და ჩვეულებრივ ვერსიას შორის. Competition-ს აქვს დაახლოებით 20 ცხენის ძალით მეტი, ზუსტად რომ ვთქვა 19 ცხენის ძალით მეტი. გადაცემათა კოლოფში წერია უფრო სპორტული პროგრამა და ცოტა სწრაფად ცვლის სიჩქარეებს, ვიდრე ჩვეულებრივი ვერსია. დაკიდების სისტემაშიც წერია სპორტული პროგრამა და გახისტებულ რეჟიმში უფრო ხისტია მანქანა, რომ მოსახვევებში კარგად დაიჭიროს თავისთავი და ასევე ხიდშიც წერია სპორტული პროგრამა, რომ უფრო ადრე შეგვეძლოს ტრეკზე მოსახვევიდან გამოსვლისას აჩქარება და ნაკლებად მოცურდეს მანქანა, რომ ნაკლები დრო დავკარგოთ. ამ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ჩაჯდებით თუ არა ამ სავარძელში, მიხვდებით რომ რაღაცა სხვანაირად არის. Competition-ს აქვს ბევრად უფრო ხისტი სავარძელი, ვიდრე ჩვეულებრივ ვერსიას და ეს არის იმიტომ, რომ რაც უფრო ხისტია სავარძელი, ძღოლი უფრო კარგად აღიქვავს მანქანის მოძრაობებს. აი ამ მთავარ მონიტორზე შეგვიძლია შევიდეთ მანქანის ფუნქციებში, სადაც დაგვხვდება M-Drive 1 და M-Drive 2. როგორც კი შევალთ შიგნით, ნახეთ გვაქვს მოცურების სისტემის პარამეტრების შეცვლა, ძრავის სისტემის პარამეტრების შეცვლა, დაკიდების სისტემის პარამეტრების შეცვლა, საჭის პარამეტრების შეცვლა და გადაცემათა კოლოფის პარამეტრების შეცვლა. ყველა ამ ფუნქციას აქვს 3 პარამეტრი, ყველაზე კომფორტული და ყველაზე აგრესიული. ეს შეგვიძლია ჩვენ გემოზე ცალ-ცალკე ავირჩიოთ და შემდეგ დავამახსოვროთ M1-ზე ან M2 ღილაკზე. და მე უბრალოდ ამ ღილაკზე ერთი დაჭერით ავირჩევთ ამ ყველა ფუნქციას და შეგვიძლია გავაკეთოთ ის რის გაკეთებასაც ვფიქრობდით. მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, მაგალითად, თუ თქვენ ახალბედა ხართ და ტრეკზე სიარული გინდათ, აი ეს პირველი ფუნქცია, რომელიც არის მოცურების სისტემა, არ გამოვთოთ, დავტოვოთ ჩართული, მივიღოთ პრაქტიკა ჯერ ავტოდრომზე, შევეჩვიოთ მანქანას, დავაგროვოთ გამოცდილება, შემდეგ შეგვიძლია ავირჩიოთ მეორე ფუნქცია, რომელიც არის M-Dynamic Mode, რომელიც ცოტა უფრო თავისუფლებას გვაძლევს და მანქანა რაღაც ზონეზე ცურდება, მაგრამ თუ ელექტროობა მიხვდება, რომ კარგავთ მართვას მაგ დროს ერევა, ამაზე გადავიდეთ და უკვე როცა ძალიან თავდაჯერებული ვართ და ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია ამის გაკეთება, მთლიანად გამოვთოთ მოცურების სისტემა და ამ დროს უკვე 100%-ით ჩვენზე იქნება დამოკიდებული თუ რას ვიზამთ ჩვენ ტრეკზე. ამიტომ ყოველთვის გაითვალისწინეთ ეს რჩევები და ყოველთვის ფრთხილად იყავით ხოლმე თავიდან, არასდროს არ ღირს რაღაცა ვინმესთვის დამტკიცება, არ არის ეს ვაჟკაცობა და მოკლედ გისურვებთ წარმატებულ ტრეკზე სიარულს და კარგ დროებს. დავიწყოთ ჩვენი დისციპლინები. პირველი იქნება 0-დან 100-მდე აჩქარება, შემდეგ იქნება 100-200 და 402 მეტრი. წავიდეთ ახლა სტარტ ფინიშზე, გავათბოთ საბურავები და დავიწყოთ ჩვენი ტესტები. ესე იგი, წერან ინტროში ვთქვი, რომ ამ გადაცემათა კოლოფს აქვს თავისი მინუსები, თქო, ერთ-ერთი მინუსი, თუ შეიძლება ეს მინუსად ჩავთვალოთ, არის ის, რომ ლანჩ კონტროლი აქვს არასტაბილური. ხან ილანჩება ეს მანქანა, ხან არ ილანჩება. ერთხელ თუ დაილანჩა, მე რაღაც გარკვეული კილომეტრაჟის გავლა გვჭირდება, რომ ისევ მეორეც დაილანჩოს, იმიტომ რომ არ გვაძლევს დალანჩვის საშუალებას. მოკლედ, ეხლა თან გაწვიმდა, თან ძალიან ცივა, რავი, რანაირი 0-100 უნდა გქონდეს, მე არ ვიცი. ამ მანქანას უწერია ქარხნული ზოგადად ზუსტი მონაცემები არ გვაქვს, მაგრამ დაახლოებით 4 და 2 უწერია 0-დან 100-მდე. ეხლა ცოტა გავათვობ საბურავებს, ცოტა ვიბუქსაოთ და მე დავიწყოთ ჩვენი ტესტი.
და გაცმა საბურავები. აპლიკაცია გვაქვს ჩართული, ესე იგი ყველაფერი აგრესიულ რეჟიმში, ვაწვევით მარცხენა ფეხით მუხრუც, მარჯვენა ფეხით გაზის პედალს, აი გააქტიურდა ლანჩ კონტროლი და წავედით. ნორმალური ლანჩი იყო, ძალიან ბევრი არ ვიბუქსავეთ. უბრალოდ წინს კლავს და საფარი ცოტა სველია. ამიტომ ვერცერთ ვარიანტში როგორ იქნება კარგი დრო. ნახოთ აბა 4.5-ია 0-100 და 12 და 27-ია 402 მეტრი. კიდევ უნდა გითხრათ, რომ ლანჩ კონტროლის დროს გადაცემათა კოლოფის ჩქარებს თვითონ ცვლის ავტომატურად, ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება ამ დროს ჩარევა. 100-200. ეხლა ჩვენ შეგვიძლია გადავრთოთ სიჩქარეები. ნახოთ რა იქნება 100-200. წავედით. და 97. თითქმის 8 და 91 იყო, თუ სწორად მახსოვს, სუპრას დრო რა. მეგობრებო, რახან კომბინეზონში ვხედავთ, ესე იგი მოვიდა ტრეკზე გატესტვის დრო. ნახოთ ჩვენი M3 F80 რას იზავს ტრეკზე და შევადაროთ სუპრის დროს. ვემზადებით ტრეკზე სასიარულოდ, საბურავებს გავახურებ და ნახოთ ტრეკის დრო. შუშა ავწიოთ აუცილებლად. ანუ ახლა პარამეტრები მაქვს ყველაზე აგრესიულ რეჟიმში. მოცურება ბოლომდე გათიშული. დაკიდება გახისტებული. და ნახოთ. აი ახლა ბოლო მოსახვევს გავივლი და დავიწყოთ ტრეკის დროის გასინჯვა. წავედით.
დაკიდების სისტემა რბილია, მაინც ქარხნულია და ქანაობს ბევრს მანქანა. ცოტა მოხვევაც უჭირს, იმიტომ რომ წინა საბურავები თითქმის სწორად არის, არ არის რაზვალში გაწეული. ამას მე ერთ-ერთ ვიდეოში აგიხსნით თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ საბურავების რაზვალში გაწევას ტრეკზე. ამაზეც ვისაუბროთ. ცოტა უჭირს მოხვევა, რის გამოც მოსახვევებში ნაკლები სიჩქარე აქვს. ძრავი ძალიან კარგია, აჩქარება თანმიმდევრული აქვს. ეს ძრავი, ემის ძრავი ყოველთვის ისია გაკეთებული, რომ თანმიმდევრულად გაძლევს აჩქარებას. ეს დიაპაზონები სწორად აქვს გაწერილი აჩქარების და მოსახვევიდან გამოსვლისას გააქვს იმის საშუალება, რომ აგრესიულად გამოიყენო, მაქსიმალურად აგრესიულად გამოიყენო აქსელერაცია და შენი სიმძლავრე, რა თქმა უნდა, თუ კარგი საბურავი გიყენია, მაქსიმალურად ჩაიტანო ასფალტამდე. მოვიდა ჩვენი ბოლო დისციპლინის დრო, ეს არის სლალომი. მოდი ახლა აქ ვნახოთ თუ დაბალ სიჩქარეზე რა შესაძლებლობები აქვს ჩვენ M3-ს. მეგობრებო, მოკლედ მორჩით ყველა დისციპლინას. რახან ჩვენ პირველ ვიდეოში გადავიღეთ Toyota Supra, ჩვენი 10 წლის წერტილი იყო ის მანქანა და მოდი შევადაროთ დროები, ანუ გრაფიკულად გამოვა ყველა დისციპლინის დრო და თქვენ თვითონ შეადარეთ, მე რო აღარ ჩამოვთვალო. შეგრძნებებით გეტყვით, რომ ძალიან მომწონს ამ მანქანის ძრავი. ემის ძრავი მაინც ტრეკზე არის ძალიან კარგად მოორგებული. თანმიმდევრულად აქვს აჩქარება, უფრო გაზის მოდულირება უფრო მარტივი არის, მოსახვიდან გამოსვლაზე თანმიმდევრულად გაძლევს სიმძლავრეს და რა თქმა უნდა, როცა კარგი ავტომოყვარული და კარგი მძღოლი ხარ, ეს სიამოვნებას განიჭებს. ასევე ერთ რჩევას მოგცემდით, რომ თუ ემით აპირებთ ტრეკზე სიარულს, აუცილებლად ამ მანქანის პოტენციალი რო გამოიყენოთ, უნდა გეყენოთ კარგი საბურავები, ისე აზრი არა აქვს. სულ დრიფტში იქნება და კარგ დროს ვერ აჩვენებთ. გადაცემათა კოლოფი ტრეკზე იდეალურად მუშაობს. ძალიან სწრაფია, ემოციურია, დაუნშიფცად, ანუ ქვემოთ, ქვედა სიჩქარეებში გადართვასაც ძალიან კარგად აკეთებს, რაც მნიშვნელოვანია. სამუხრუჭე სისტემაც კარგად მუშაობდა. რაც არ მომეწონა არის დაკიდების სისტემა, ქარხნულია და რბილია მანქანა ტრეკისთვის, როგორც ადრე აღნიშნე, ყველა BMW-ს სჭირდება ტრეკზე თუ მოკავთ დაკიდების სისტემის შეცვლა. ცოტა არასტაბილური იყო მანქანა და ერთი დისკომფორტი ამის გამო მქონდა, თორე მთლიანობაში ბალანსი კარგი იყო, კარგად იმართებოდა და ძალიან ისეთი დადებითი ემოციები მივიღე ამ მანქანის მართვისგან. დროებიც საკმაოდ კარგი ჰქონდა, ტრეკი გავიარეთ წუთი 53:0-ში, სტანდარტული მანქანისთვის ძალიან კარგი დროა, 400 მეტრი და აჩქარებები Supra-სთან ახლოს ჰქონდა, მე გრაფიკულად რო გამოვა თქვენ თვითონ ნახავთ. სლალომში ახლა რასაკვირველია გაუჭირდება ამ მანქანას, იმიტომ რომ ზომით უფრო დიდია, ბაზაც, ანუ წინა საბურავიდან უკანა საბურავამდე უფრო გრძელია და ნაკლებად მოქნილია ასე დაბალ სიჩქარიან მოსახვევებში, მაგრამ ეს ტესტიც ზუსტად მაგიტო გვაქვს, რომ შევადაროთ სხვადასხვა მანქანა. მოკლედ, მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. გამოიწერეთ აუცილებლად ჩვენი არხი, რომ კიდევ და კიდევ საინტერესო ვიდეოები ნახოთ. ასევე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დადებითი კომენტარებისთვის და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა დროებით.